2019 წელს მერაბდვალიშვილი უეფტიდან გარიცხვის პირას იყო მას 8-4 შედეგი ჰქონდა, სრული განაკვეთით მუშაობდა მშენებლობაში, უეფსთან კონტრაქტით მხოლოდ ერთი ბრძოლა ჰქონდა დარჩენილი და გამარჯვების შემთხვევაშიც კი გარანტია არ არსებობდა, რომ ახალ კონტრაქტს მოაწერდა ხელს. მან ნიუ-იორკში ბრძოლა ითხოვა, რაზეც უეფსი მკაცრად უპასუხა. მერაბდვალიშვილი 2019 წელს უეფსში ჩემი შედეგი 1-2 იყო და კონტრაქტით მხოლოდ ერთი ბრძოლა მქონდა დარჩენილი. მოგება მჭირდებოდა, რომ უეფსიშიც კი შემენარჩუნებინა თავი. ბრედ კატონა შემომთავაზეს დაუმარცხებელი 9-0 ტუპის ჩემპიონი 145 ფუნტ წონით კატეგორიაში. ტუპში მან ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ დამაკენა. ბრაისთან ვარჯიშობდა ის ცხოველია. ამიტომ ვიცოდი, რომ თუ ვინმე ბრაისს დამიკავშირებდა, ის სერიოზული კონკურენტი იქნებოდა. იმ დროს 8-4 წლის ვიყავი და მშენებლობაზე სრული განაკვეთით მუშაობდი. მენეჯერმა მკითხა, მინდოდა თუ არა ბრძოლა. ვუპასუხე, რა თქმა უნდა. მაგრამ შემიძლია თუ არა ნიუ-იორკში რუკაზე ვიყო, გავიფიქრე, იქნებ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყოსში. თუ წავაგებ, თუნდაც ჩემი ხალხის წინაშე, ნიუ-იორკში ვიქნები. მენეჯერმა უეფსის კითხა და მხოლოდ უხეში უარი მივიღეთ. მაგალითად, რა ჯანდაბაა? წადი შენი მოიწყვე, თუ გინდა ბრძოლა გააგრძელე. თუ არა, წადი. ჩვენც ვუთხარით, კარგი, ბოდიში. ბრძოლის კვირა დადგა, მშენებლობიდან პირდაპირ კანადაში წავედი, წონაში დავიკელი, დაუმარცხებელი ბავშვი დავამარცხე. დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. და უეფსიმ ახალი კონტრაქტი გამიფორმა.